მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებ 1 ნოემბრის ახალმთვარეობაზე, რომელიც გვექნება თბილისის დროით 16 საათზე და 48 წუთზე, მე-10 გრადუსზე. ახალმთვარეობა გვექნება მორიელი ზოდიაქოს ნიშანში. მნათობებს აქ დადებითი ასპექტი ექნებათ სატურნთან, მაგრამ ამავე დღეს აქტუალურია ასევე პლუტონისა და მარსის ოპოზიცია. ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, იმ კუთხით, რომ ჩვენ ვიცით, როდესაც მნათობები მოძრაობენ მორიელი ზოდიაქოს ნიშანში, აქ ძალიან დიდი ტრანსფორმაციის პერიოდია, უნდა დავტოვოთ ის რაღაც ხელისშემშლელი სიტუაციები და ახალი მნიშვნელოვანი ცვლილებების გზაზე უნდა დავდგეთ. გამოჩნდეს სინათლე, ამისთვის საჭიროა ყველა ბნელის გამოაშკარავება. ამ პერიოდში უნდა აღიაროთ თქვენი შეცდომები, განთავისუფლდეთ შინაგანი კომპლექსებისაგან, შიშებისაგან, იმ შეგრძნებებისაგან, რაც ხელს გიშლით განვითარებაში. კარგია თავის დამკვიდრებისა და წარმოჩენისთვის ეს პერიოდი და ამიტომ აქ კეთილგონივრული, წინდახედული ნაბიჯები ძალიან კარგად გამოგადგებათ. ეს პერიოდი მოითხოვს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, სტრატეგიულობას და ისე მოქმედებას. რაც შეეხება პლუტონისა და მარსის ოპოზიციას, რომელიც გადის დადებითი ასპექტით შემდეგ მერკურიზე, აქ მაღალია პირველ რიგში ტრამულობის ალბათობები, მძლავრი და დამანგრეველი სიტუაციები ადამიანებისთვის, აქ ხელს უშლის ზოგიერთ მოქმედებაში, მაგრამ აუცილებლად აქ უნდა გამოყენებული იქნეს ეს ენერგია თქვენ დასასარგებლოდ და არა ფუჭად დახარჯული, რადგან ეს აგრესიაში არ გადაიზარდოს, რადგან აქ წინააღმდეგობებით სავსე პერიოდია. აზროვნების სტილს შევიცვლით ასევე ინტერესის სფეროს. საუბარი იქნება უფრო კონკრეტული, მტკიცედ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ეს დაძაბული ასპექტი შეიძლება გამოიყენოთ და ეს ენერგიები მიმართოთ უფრო საქმიანი კუთხით, რადგან მეტ შესაძლებლობებს მოგცემთ ახალ ტრანსფორმირებულ გზაზე გახვიდეთ. რაც შეეხება ამ ახალმთვარეობას, არაფერს მნიშვნელოვანს არ ვიწყებთ, სანამ აღმოვალ ფაზაში არ გადავა მთვარე, ხოლო ზოდიაქოს ნიშნების ზოგად დახასიათებას, რაც შეეხება ვერძებისთვის, თქვენთან ეს ახალმთვარეობა ხდება მერვე სახლში, სადაც შეეხება თქვენს ფინანსებს, უძრავ ქონებას, სხვის ფინანსებთან ურთიერთობას, როგორიც არის მაგალითად ბიზნეს საკითხები, ბანკები, ვალები, ყიდვა-გაყიდვის საკითხები შეიძლება ზოგმა იყიდოს ან გაყიდოს უძრავი ქონება. პარტნიორებთან დაკავშირებული სიტუაციები, სადაც აქ აუცილებლად გათვლილი იყოს უნდა სტრატეგიულად ყველა ნაბიჯი და ისე უნდა იყოს გადადგმული ნაბიჯები. გამოშორდეთ აუცილებლად ძველ ტოქსიკურ სიტუაციებს. კარგია ეს პერიოდი თუ განთავისუფლდებით შიშებისგან, ფობიებისგან და თქვენს ენერგიას უფრო სწორი მიმართულებით მიმართოთ. აქ დააკვირდით იმასაც, რომ თქვენი მმართველი პლანეტა უპირისპირდება პლუტონს და აქ კამათისა და დაძაბულობის ალბათობებიც ძალიან მაღალია და ამიტომ გაიარეთ ეს პერიოდი ფრთხილად, უფრო სტრატეგიულად და ეს სტრატეგიული გათვლები უფრო გამოიყენეთ საქმიანი კუთხით. კუროებისთვის თქვენთან ეს თქვენს მე-7 სახლში ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ უშუალოდ პარტნიორულ ურთიერთობებთან იქნება ეს დაკავშირებული, როგორც საქმიანი კუთხით, ასევე პირად თემებთან. აქ შეიძლება იყოს ხელისშემშლელი სიტუაციები, რადგან ოპოზიციაში დგება თქვენთან ახალმთვარეობა. თანამშრომლობა უნდა იყოს ძალიან დაგეგმილი, კარგია თუ მოერიდებით აქ დაძაბულობასა და კამათს, როგორც საქმიანი, ასევე პარტნიორული კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია იმ კუთხით, თუ აქ შემოვიდნენ ახალი ადამიანები თქვენთან, მათთან ერთად შეგიძლიათ დაგეგმოთ ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი საქმიანი, თუნდაც პროექტები, ან შემოვიდეს პარტნიორი, რომელიც ძალიან დიდ ტრანსფორმაციას შემოიტანს თქვენთან. ტყუპებისთვის თქვენს მე-6 სახლში ხდება ეს, შესაძლოა აქ ცვლილებები მოხდეს სამსახურში, თქვენს ყოველდღიურ და პრაქტიკულ საქმეებში. აქ შეიძლება ამოტივდიდეს ძველი დაფარული ავადმყოფობა, რომელსაც ყურადღებას არ აქცევდით და აუცილებლად მოითხოვს ეს პერიოდი
შედეგებზე გახვიდეთ, ზოგთან შესაძლოა ახალი სამსახურეობრივი თემები წამოწიოს. კარგი ამ პერიოდში აუცილებლად მიიღოთ რელაქსი, სიმშვიდე, სწორი კვება, ძალიან კარგი იქნება თქვენთან კამათთა დაპირისპირებას მოერიდეთ, რადგან აქ ემოციური ფონი იზრდება. გეჭვებებისთვის თქვენს მეხუთე სახლში ხდება აქ ახალმთვარეობა, ეს მოგცემთ ძალიან კარგ შესაძლებლობებს ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება, რომელიც იქნება ძალიან ინტენსიური და ძალიან საინტერესო. აქ ვინც შვილის თემებით იყავით დაინტერესებული, შესაძლოა მოხდეს ორსულობაც. საუკეთესო პერიოდია იმ კუთხით, რომ აქ მიიღოთ ახალი შემოთავაზებები, ცნოთ ახალი მეგობრები. ფინანსური კუთხითაც შეგიძლიათ დაალაგოთ სიტუაციები, მიუხედავად იმისა, თქვენთ ნიშანში მოძრაობს აქ მორიელის მმართველი პლანეტა მარსი და ოპოზიციაში დგება პლუტონთან, რაც აგრესიულ ფონს სრდის, ცვლილებებს ტრანსფორმაციას შემოიტანს, მაგრამ ეს ენერგია აუცილებლად დახარჯეთ უფრო მეტად საქმიანი კუთხით და საზოგადოებაში გამოავლინეთ საუკეთესოდ თქვენი თავი. ლომებისთვის თქვენთან მეოთხე სახლში ხვდება, თქვენ სახლს, ოჯახს, მშობლებს შეეხება ეს თემები. აქ შეიძლება რაღაც დაძაბული სიტუაციები შემოიტანოს, კამათისა და დაპირისპირების ალბათობა. ძველი მიდგომებისგან განთავისუფლებას ითხოვს ეს პერიოდი და ახალ ეტაპზე გადასვლას. შეგიძლიათ გადახედოთ სიტუაციებს, რა არის გამოსასწორებელი თქვენს ოჯახში, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ სწორი მიმართულება მისცეთ ოჯახურ თემებს, აუცილებლად მოერიდეთ კამათს და დაპირისპირებას. ქალწულებისთვის თქვენთან მესამე სახლში ხდება ახალი ადამიანები, შეიძლება გაიცნოთ თანამშრომლობის კუთხით, ახალი კონტაქტები, ვისაც დაგეგმილი ჰქონდათ მაგალითად საფრთხების საკითხები, იაქტიურეთ აუცილებლად, რადგან აქ კარგი შესაძლებლობები გეძლევათ, საქმიანი კუთხითაც, ვისაც მანქანის ყიდვა გსურდათ, ბიზნეს კონტაქტები, ყიდვა-გაყიდვის თემები. ახლო მოგზაურობებისთვის ძალიან კარგი პერიოდია თქვენთვის. სასწორებისთვის თქვენს მეორე სახლში ხდება, აქ თქვენს ფინანსურ კანალს გახსნის, შეიძლება ცვლილებები იყოს ფინანსური საკითხების, პრიორიტეტები თქვენი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მუშაობდით, გახდება ძალიან აქტუალური, ახალი მეთოდებით მიუდექით აუცილებლად და ისე განახორციელეთ სურვილები, რაც აქამდე იყო თქვენთვის დაფარული და გეშინოდათ ამ თემების წამოწყება, იმის დროა, რომ ეხლა აუცილებლად იმოქმედოთ. ხელებისთვის თქვენთან თქვენს პირველ სახლში ხდება, აქ თქვენთან ენერგიულობა ძალიან იმატებს. თავი გამოავლინეთ საუკეთესოდ, შეგიძლიათ ზოგმა შეიცვალოთ იმიჯით, ტრანსფორმაცია მოახდინოთ საერთოდ საკუთარი თავის, შესაძლოა ახალი საინტერესო პარტნიორებიც გამოჩნდნენ, გაცნობა ურთიერთობების თემები იქნება თქვენთვის ძალიან საინტერესო. მიუდექით ყველა გადაწყვეტილებას პარტნიორულ ურთიერთობებში და ასევე საკუთარ თავთან ძალიან სტრატეგიულად, ძალიან გათვლილად და ესე გამოიყენოთ ეს პერიოდი. მილდოსნებისთვის თქვენთან მე-12 სახლში ხდება, თქვენთან აქ იმუნიტეტი დაბალია, შეიძლება იყოს აქ შიშები, რაღაცა დაფარული საკითხები ურთიერთობებში, ტოქსიკური სიტუაციები, საიდანაც აუცილებლად უნდა გამოხვიდეთ და უნდა დაიწყოთ ახალ ეტაპზე გადასვლა, რადგან აქ ისევ და ისევ ჯანმრთელობას დაგიზიანებთ, ემოციურ ფულს გააღიზიანებს, თუ თქვენ არ ეცდებით იმ ტოქსიკური სიტუაციების უკან დატოვებას, რაც აქამდე ხელს გიშლიდათ წინსვლაში. კარგია ძალიან ლოცვებისთვის, მედიტაციებისთვის, გამოდით ფობიებისგან, შიშებისგან, ეს პერიოდი გამოიყენეთ უფრო მეტად დაფიქრებისთვის და შინაგანი თქვენი კომპლექსების დაძლევისთვის. ზოგთან შესაძლოა გააქტიურდეს ასევე ფარული ურთიერთობებიც. თხრის რქებისთვის თქვენთან ხდება თქვენს მე-11 სახლში. გეძლევათ ჩანსები შემოვიდნენ ერთიანი საქმიანი პროექტები, ძალიან საინტერესო ადამიანები და გაიცნოთ, კიდევაც შემოთავაზებები მიიღოთ, ან მეგობრისგან დახმარებები მიიღოთ და აუცილებლად მიიღეთ ეს დახმარებები, რადგან ძალიან კარგ ახალ შანსებს და შესაძლებლობებს მოგცემთ. მიმართოთ თქვენი გეგმები ძალიან სწორად და განახორციელოთ მომავლისთვის. ერთგულებისთვის თქვენთან თქვენს მე-10 სახლში ხდება ახალმთვარეობა, აქ მოერიდეთ აუცილებლად კამათს და დაპირისპირებას
უფრო მეტად უფროსებთან. შესაძლოა გამოაშკარავდეს აქ სამსახურში რაღაც დაფარული საკითხები, სადაც ფრთხილად უნდა იყოთ, ან მოშურნე ადამიანები, რომლებიც იყვნენ თქვენ ზურგს უკან, ამათი გამოაშკარავება მოხდეს. აქ შეგიძლიათ ეს პერიოდი გამოიყენოთ იმისთვის, რომ ახალ ეტაპზე გადახვიდეს, ან წინსვლას, რომელიც გეგმავდით ამდენი ხნის განმავლობაში და მიზანი თქვენთვის იყო აქტუალური, შეგიძლიათ ზუსტად ეხლა გადადგათ ეს ნაბიჯები, სადაც მოგიწევთ, რა თქმა უნდა, დიდი ენერგიის დახარჯვა, მაგრამ ეს ენერგია უნდა დახარჯოთ აუცილებლად, სტრატეგიულად, ძალიან ფრთხილისხლებით, რომ თქვენს მიზანს სასიკეთოდ მიაღწიოთ. თევზებისთვის თქვენს მეცხრე სახლში ხდება ეს პერიოდი არის თქვენთან უფრო ამაღლებული ენერგია, უფრო აქტიური, რა თქმა უნდა. აქ ძალიან კარგია თქვენი ავტორიტეტულობის ამაღლებისთვის, მსოფლმხედველობის შესაცვლელად, სწავლა, ვისაც ჰქონდათ მაგალითად დაგეგმილი უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკება, ან თუნდაც თანამშრომლობა უცხოელ ადამიანებთან შეგიძლიათ ეს პერიოდი საუკეთესოდ გამოიყენოთ, შესაძლოა ზოგთან გააქტიურდეს ასევე მოგზაურობის საკითხებით. წარმატებები მინდა ყველას გისურვოთ, დიდი მადლობა, ვინც მისმენთ, ვინც იზიარებთ ჩემს პროგნოზებს, გამოიწერეთ ჩემი არხი და დამოლაიკეთ.